სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა უაღრესად საინტერესოა, ძალიან ერთ მხრივ დაისვა კითხვა, მაგრამ მე ბატონი ჯონი უფრო აგრძელებს, პატარა ჩანართსაც გააკეთებს და ძალიან კარგ იმას გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ლაპარაკია, როცა ჩვენ საუბარი გვაქვს გამოუხსნელ ადამიანთან. არა რეგენერებულ ადამიანთან, რომელიც სასწაული არ მომხდარა, ღმერთის სასწაული, რაც არ უნდა უმტკიცოთ, ჩვენ ვერ გავაგებინებთ მას. ამიტომ ჩვენი მოვალეობა მტკიცება კი არ არის, არგუმენტიზაცია, არამედ ქადაგება, სახარება და 1-2 შეგონების შემდეგ ასეთ ადამიანთან დისტანცირება. მე ეს კარგად არ მესმოდა, იმიტომ ხედავდი როგორ ხდებოდა პიროვნებისადმი არგუმენტიზაცია, აპოლოგეტიკა, რასაც ქვია, შეიძლება საათობრივი წლობის და მე შენც გიჩნდება ალბათ სურვილი, რომ სხვას გონია, იმიტომ რომ შენ გონია, რომ ესე ადვილად რომ შენ მიიღე, სხვაც ესე ადვილად მიიღებს და ესე არ არის. და მე დიდი ხნის განმავლობაში ეს დილემა მქონდა და ვერ ვიაზრებდი ამას. გაშინაგანებული არ მქონდა ბიბლიის ჭეშმარიტება, რომ სულიერი ადამიანი უგებს სულიერს, მაგრამ ხორცელი ადამიანი ვერანაირად სულიერს ვერ გაუგებს. ეს ადგილი ბატონ ჯონმა არ მოიყვანა სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია ბიბლიაში, როცა ჩვენ გვაქვს საქმე ესეთ პიროვნებასთან, რომ შეიძლება შეაყარე კედელს სერცვი, გამოთქმაც არის, ხო? აი წყალს რო შეასხავ და კედელზე არ დარჩება არაფერი, ხო? გარდა რაღაც სისველისა, მაგრამ ვერანაირად ვერ იმასწავს, ნაყოფს ვერ გამოიღებს. ამიტომ ჩვენ ენერგიებიც ასევე მე ხდება გაბრაზება, მე ხდება შეიძლება რაღაცნაირად გაღიზიანებას იწვევს, ხო? იმიტომ რომ შენ უკვე ძალადობას აქვს, ზეწოლას აქვს ადგილი და იქიდან კიდე პირიქით ზეწოლა არის. ან კიდე შეიძლება ადამიანმა ითამაშონ, მოგატყუონ. ასე რომ ბევრი რამეა აქ ესეთი მნიშვნელოვანი და ადამიანს გიჭირს ხო განსაკუთრებით ახლობლებზე რო ალაპარაკ პირველებისთან მიდიხარ, ვინც ახლობელია რო გააგებინო, მეგობარი შენი ბავშვობის, რომთან ერთად იყავი და აყავი დრო, სანამ ზოგს რამდენი დრო აქვს დაყოფილი ხო, სანამდე თვითონ მოიქცეოდა და შენ არანაირად არ გონია, შენი დამსახურება გონია ეს ან კიდე გონია რომ ყველასთვის ესე ხელმისაწვდომია, როცა ეს არის სასწაულებრივი აქტი. როდის იხსნება ადამიანის გული და გონება, ხო? ძალიან ბევრი უცებ მომენტალურად იგებს, საერთოდ რო არ იცნობდი ადამიანს და შენი ნაცნობი ახლობელი, დედმამიშვილი იქნება ეს, მშობლები იქნება, შვილებიც კი, მეუღლეც კი, ხო? შეიძლება კედელია შეუვალი და ვერ აგებინებდე მას ძალიან ელემენტარულ, შენთვის ელემენტარულ ჭეშმარიტებას უკვე სახარებისას, ხო? აი მოდით მოусვინოთ როშელს. მე ესე დავასათაურე, აქ ძალიან საინტერესო ნიუანსიც არის კიდე და ამაზე მე ადრე ყურადღება არ გამიმახვილებია და ნახეთ მორმონებს როგორი არგუმენტიზაცია, თუ დააკვირდებით მორმონებს, იეღოველებს, შეიძლება მეშვიდე ადვენტისტებსაც, ხო? და რა თქმა უნდა ამას პენტაკოსტელებიც ხშირად იყენებენ, არასწორად ბიბლიურ მუხლებს იყენებენ თავიანთ, ესე ვთქვათ, დოქტრინის გასამართლებლად. აი მოусვინეთ ახლა ნახეთ როგორ ესე ვთქვათ მზაკრულად სატანა მიაწოდა ალბათ იოსებ სმითს, ჯოზეფ სმითი ვინც დაარსა მორმონიზმი, თუ არგუმენტი როგორ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ღმერთის სიტყვას არ უნდა დაუმატოთ და არც მოაკლოთ არაფერი. გახსოვთ ეს ორჯერ არის ბიბლიაში, ერთხელ არის მეორე რჯულში, მოსეს ეუნება ღმერთი და მერე ბიბლია მთავრდება გამოცხადების წიგნში იოანე მოციქული ეუნება უკვე სულიწმინდა, გახსოვთ ხომ, რომ არ დაბეჭდოს ეს წიგნი და არ მიუმატონ და არ მოაკლონ მას, იმიტომ რომ ღმერთი ამ ადამიანებს მოაკლებს მათლს, ან კიდე გაუმრავლებს იმ ტაჯვებს, რაც ამ წიგნში აღწერილი და ეს ეხება მთლიან ბიბლიას. და ნახეთ ახლა ესე იგი როგორ არგუმენტიზაციას აკეთებენ მორმონები, როცა ჩვენ ვეუნებით მათ, რომ ნახეთ გამოცხადების წიგნი როგორაა დამთავრებული და თქვენი ეს მაგთ აქვთ მორმონების ბიბლია, იცით ხო? და იოსებ სმიტი ამბობს
როგორც ხვებისაგან განსხვავებით, ხვებს არ ქონია გამოცხადება ესეთი, რომ ტლიანად წიგნი დაეწერათ გარდა მუჰამედისა, ხო? მაგრამ ესენი ქრისტიანობასაც რო ჩემულობენ და ასევე მორმონების ბიბლიას ამბობენ, რომ ეს გამოცხადებით მოხდაო. და ჩვენ ვეუბნებით, რომ გამოცხადების წიგნში წერია, რომ ესე და ისინი აბრუნებენ და არგუმენტად მოყავთ ეს მეორე რჯულის მოსეს. მაშინო თუ მოსეს უთხრაო, რატო დაემატა ამას კიდე ბევრი წიგნებიო. გესმით, ნახეთ როგორი არგუმენტია. აი ნახოთ ბატონი ჯონი როგორ უპასუხებს ამას. გამარჯობათ, მე როშელი მქვია. რამდენიმე კვირის წინ ჩემ მორმონ ნაცნობს ვესაუბრებოდი მორმონების წიგნზე. და მე მას ყურადღება მივაქცევინე იმ ბიბლიის ადგილზე გამოცხადების წიგნში, სადაც წერია. რომ არაფერი არ უნდა 22 თავის, მე-18 და მე-19 მუხლები. სადაც არავის არ შეუძლია რაიმე დაემატოს ბიბლიას. და მორმონების წიგნი, რომ ეს არ იყო ავტორიტეტალური და ეს არ შეიძლება სულიწმიდით მომხდარიყო. და ჯონ მაკარტური ამ ღვთის განკითხის გარეშე. ვერაფერს დაამატებენ, მაგრამ ღვთის განკითხვა იქნება. ჯონ მაკარტურმა შეუსწორა. დიახ, ღვთის განკითხვის გარეშე და მან მიპასუხა, რომ თუ ეს სიმართლეა და თუ ეს ნიშნავს, რომ ღვთის გამოცხადებას დასრულებული იყო და არ შეიძლება არაფრის დამატება, მაშინ როგორ უნდა ახსნათო მეორე რჯულში 4:2-ში, სადაც ნათქვამია, როცა ღმერთი ეუბნება მოსეს, არც დაუმატოთ, არც მოაკლოთ ამ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ. გადავთ, ბრძანებები წერია იქ, რადგან ბევრი წიგნი დაიწერა მეორე რჯულის შემდეგ. ნახეთ რა ზაკურულის არის, მე არასოდეს არ გამიგია ეს, არ მახსოვდა ეს არგუმენტი და ნახეთ როგორი ზაკურულია და როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ, როცა ესეთ ადამიანებთან აგვაქვს საქმე. ისინი გაწაფული არიან, მათ აქვთ მიწოდებული, როცა მოდიან სახლში, იცით ორ-ორი დადიან მაგალითად მორმონები, აკაკუნებენ კარებებზე, როგორც მაგალითად იეჰოველები, უფრო შეიძლება სამიც იყოს. მე მახსოვს სამი მოვიდა ჩემ ოჯახში. ერთი მხცოვანი იყო, ერთი ძალიან ლამაზი გოგონა იყო ავსტრალიაში და ძალიან გაწაფულები ბიბლიაში. გაწაფულები ის, რაც მათ უთხრეს. რომ არგუმენტი არგუმენტზე მუხლები მოიყვანონ. გესმით, იმიტომ რომ ბიბლიას იშველიებენ. აი ნახეთ როგორი ზაკრულად მოიშველია ამანაც ბიბლიის ეს მუხლი. ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, კარგი კითხვაა. ამაზე კარგი პასუხი გჭირდებათ. ორივე შემთხვევაში პასუხი ასეთია. ორივე შემთხვევაში, ესე იგი მეორე რჯულშიც და გამოცხადების წიგნშიც, როდესაც ღმერთი დაასრულებს თავის სიტყვას, თქვენ ვერაფერს დაამატებთ მას. აშკარა რომ ღვთის სიტყვა არ იყო დასრულებული მოსეს რჯულით. გახსოვთ ხომ? ის არ დასრულებულა. ეს პრინციპი კვლავ ძალაშია. ჩვენ ასევე ვიცით, რომ გამოცხადების წიგნით, რომელიც დაწერა მოციქულმა იოანემ, უკანასკნელმა ცოცხალმა მოციქულმა, რომელმაც დაწერა ის დაახლოებით 96 წელს. ამ დროს სხვა მოციქულების უმეტესობა დიდი ხნის წინ გარდაცვლილი იყო. ესე იგი, თქვენ გყავთ უკანასკნელი მოციქული, რომელიც წელს ბოლო წერილს მთელი სამყაროს საბოლოო დასასრულის შესახებ და ღმერთი ასრულებს წმინდა წერილს. ამ ეტაპზე. და თქვენ შემდეგ მინიხართ მეორე რჯულთან და მონაკვეთს იყენებთ ამ გამოცხადების მონაკვეთის ასახსნელად. როდესაც ღმერთი დაასრულებს, ეს არის დასასრული. ეს არის ამის მნიშვნელობა. ამიტომ არ გსურთ ძალიან დიდი არგუმენტის წამოყენება, იმიტომ რომ ეს ადამიანი სწორედ ამას გიჩვენებთ და არ გსურთ ძალიან დიდი არგუმენტები მას დაახვედროთ. თუ სად არის ეს განცხადება განთავსებული თანმიმდევრობით. ყველა მიცით, რომ ძველ აღთქმაში არის 39 წიგნი, რომელიც ღვთისგან არის შთაგონებული. მაგრამ როგორც კი ეს დასრულდა, კანონი დაიხურა. დასრულდა და დადასტურდა, როგორც ჭეშმარიტი კანონი. ღმერთმა თქვა და როდესაც მან დაასრულა საუბარი, თქვენ ამას არაფერს არ ამატებთ. მაგრამ თავად ღმერთი არ დასრულებულა. მაშინაც კი თუ ძველი აღთქმის კანონის ბოლოს, როგორც ებრაული წერილის ავტორი ამბობს, ღმერთი, რომელიც მრავალჯერ და სხვადასხვაგვარად ელაპარაკებდა წარსულში მამების მიერ წინასწარმეტყველებს, ახლა გველაპარაკება თავისი ძის მიერ. ასე რომ თქვენ გაქვთ მთელი ახალი აღთქმა, რომელშიც ღმერთი წარმოგვიდგენს იესო ქრისტეს. სახარებები მოგვითხრობენ იესო ქრისტეს შესახებ. საქმეები მოგვითხრობენ ქრისტეს სახარების გავრცელების ისტორიას. ეპისტოლეები განმარტავენ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების მნიშვნელობას, ხოლო პუნქტუაციის წერტილი უკვე არის გამოცხადების წიგნი, რომელიც დეტალურად აღწერს მის მეორედ მოსვლას და მის მარადიულ დიდებას, რომელიც დამყარდება აქ.
ეს მუხლები უბრალოდ ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთი დაასრულებს საუბარს, ეს არის დასასრული. თქვენ არ შეგიძლია დაამატოთ ის, რაც ღმერთმა თქვა. ჯოზეფ სმიტი, მორმონების დამფუძნებელი, ხომ? ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვისაც არ შეუძლია დაამატოს ღვთის ნათქვამს, არაფერი და ვერც დაამატებს ღვთის ნათქვამს ვერაფერს. და მე მინდა ახლა ადრამ შენიშვნაც მოგცეთ და გაგიმხილოთ. ხუთშაბათ საღამოს უხუცესებს ვესაუბრებოდი ამაზე. რადგან ყველა ადამიანებთან ამ ტიპის რაღაცა არგუმენტები და აპოლოგეტიკა მრავალ კამათში ერთვებიან ისინი. და მე მინდავე თავიდანვე გაიგოთ ერთი რამ. ძალიან კარგია, როცა თქვენ ადამიანებს პასუხებს აძლევთ, აპოლოგეტიკას ეწევით, ცემთ მათ პასუხებს, მოგაქვთ არგუმენტები. კარგია, როცა ადამიანებს რწმენის საფუძველს აძლევთ, მაგრამ გაიგეთ ეს, გაიგეთ ერთი რამ. არა მოქცეულ, არა რეგენერებულ ადამიანებს არა აქვთ ამ ინფორმაციის დამუშავების უნარი. მათ არა აქვთ ეს უნარი. ჩვენ ვიცით აბსოლუტური ჭეშმარიტება. და საბოლოოდ არაადამიანური მოქცეული ადამიანი ამის შესახებ არაფერი არ გაიგება. ეს არის მათი მდგომარეობის ბიბლიური განმარტება, რომ ისინი სულიერად მკვდრები არიან. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში მათი მდგომარეობის ბიბლიური განმარტებაა, რომ ისინი სულიერად მკვდრები არიან. მათ თავიანთ გადაცდომებში და ცოდვებში. და მკვდრები არაფერზე ნათლად ვერ აზროვნებენ. და ფიქრობთ, რომ ყველანი უნდა დავეთანხმოთ ამ პრინციპს. მათ არ აქვთ უნარი ნათლად იფიქრონ საგნებზე. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მეოთხე თავში ისინი გონების სიცარიელეში იმყოფებიან. მათი გაგება აღრეულია, დაბნელებულია, ისინი გაუცხოებული არიან ღვთის ცხოვრებიდან, იმ უმეცრების გამო, რაც მათ გულსის სიბრმავეს იწვევს. ეს სულიერად ძალიან მძიმე და ღრმა მდგომარეობაა. აი ამაზე ვისაუბრებ კიდე ერთხელ. ისინი ამაოები არიან თავიანთი გონებით. ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ სწორად აზროვნება. თუ არ გაქვთ ქრისტიანული ბიბლიური მსოფლმხედველობა, არანაირად სწორად თქვენ ვერ იაზროვნებთ. რადგან დაცემული ადამიანები, თუმცა მათ აქვთ ფიზიკური გონება, ეს გონება ღრმად არის უკვე დაზიანებული მათი ეგოისტური ცოდვით და იმდენად ჩახლართულია, რომ მათი აზროვნება ამაოა ღმერთის ჭეშმარიტების აღსაქმელად. მათი გაგება უფრო დაბნელებულია. ისინი გაუცხოებული არიან ღვთის ცხოვრებიდან. ისინი უმეცრები არიან და ბრმები არიან გულით. ისინი უფრო და უფრო გრძნობებსაც კი კარგავენ. და გულისხმობ, რომ ეს გრძელდება. ერთ ადგილზე კი არ ჩერდება, უფრო და უფრო ბნელდებიან. ასე თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი უნარი არ აქვს. ამიტომ როდესაც ვინმესთან საუბრობთ ან კამათობთ, ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, რადგან ეს თქვენთვის ასე ნათელია, იმათვის კი არა. ყველაფერი თქვენთვის ნათელია, ძალიან მარტივია, ხო? მაგრამ მათთვის ეს სირთულეს წარმოადგენს. თქვენ ყოველთვის კითხულობთ, რატო არ ესმით მათ? რატო ვერ ვაგებინებ? ჩვენ ხო მათ გონებრივ ნივთებს ვაძლევთო. ჩვენ ხო ვესაუბრებით. ნუ თუ მათ არა აქვთ ამ განჯის და მსჯელობის უნარი? ამის გააზრების, გაანალიზების და სათანადო დასკვნის უნარი? და პასუხი არის სწორედ რომ არა. არა. იმიტომ რომ მათ არ სწამთ. ღვთის სული არ შეხებია მათ გულებს და მკვდრეთით არ გაუცოცხლებია ისინი. თუ ადამიანებს არ სწამთ ბიბლია, თქვენი ჭკვიანური არგუმენტები რაც არ უნდა ბრძნული იყოს ის, მათ ვერ აიძულებს რომ დაიჯერონ ბიბლია. თუ ადამიანებს არ ასწამთ სახარების, თქვენი ჭკვიანური აზრები ვერ აიძულებთ მათ რომ იწამონ იესო ქრისტე. თუ არ სწამთ წმინდა წერილით დადასტურებული დოქტრინების, თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გინდა ეკამათოთ მათ ამაზე და ვერანაირად ვერ დაძრავთ მათ. თქვენ კი გახურდებით, გაცხელდებით და შეიძლება გაბრაზდეთ ბოლოში. იმიტომ რომ მათ არ წამთ, ისინი ბრმები არიან სულიერად, ისინი უმეცრები არიან, მათი აზროვნება ცარიელია. თქვენი მოვალეობა უბრალოდ უნდა იქადაგოთ და
გაახმაუროთ ჭეშმარიტება. გახსოვდეთ ეს, უფრო მნიშვნელოვანია თქვენ გამოაცხადოთ ჭეშმარიტება, ვიდრე დაიწყოთ ვიღაცის დარწმუნება, არგუმენტაციით და მტკიცებით. საქმე სახარების ქადაგებაშია და არა მის მტკიცებაში. ამიტომ გამოაცხადეთ ჭეშმარიტება, თუ ღვთისმსულს სურს მათი მკვდრეთით გამოღვიძება, ის ამას გააკეთებს. თქვენთვის, თქვენგან მოვალეობა არის მხოლოდ ჭეშმარიტების ქადაგება. მხოლოდ ეს არის საჭირო. და ეს წლების განმავლობაში მე ვისწავლე და ამას ვეუბნები უხუცესებსაც. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვახსენე, ვინც ბიბლია ყველაზე კარგად იცის. ეს მათთვის საუკეთესო რწმენის დამცველია მეთქი. საქმე იმაში არ არის, რომ მავანი ყველაზე ფილოსოფიურად გამჭრიახი ადამიანია და არც ის ყველაზე რაციონალური არგუმენტი დაალაგა და გაარკვია. არამედ ის, ვინც ბიბლიას ყველაზე კარგად იცნობს. ეს არის რწმენის საუკეთესო დამცველი, რადგან რწმენის დაცვის გზა არის მისი ქადაგება. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანები ამას დაიჯერებენ, არის ის, როდესაც ღვთისმსული თქვენი ქადაგების ქვეშ მათ გულს შეეხება მის მისაღებად. ასე რომ უბრალოდ განაგრძეთ რწმენით ქადაგება და რასაც მე ვაკეთებ ასეთ ადამიანებთან, როდესაც მათთან საუბრის შესაძლებლობა მაქვს, არის ის, რომ მათ ვუბიძგო იესო ქრისტესკენ და ელემენტარულად გავამხნეო. რაღაცა გარკვეული ზედმეტი დამატებითი მასალების გარეშე. რათა მათ კონდეთ რაღაც ახალისება, რომ წაიკითხონ იესო ქრისტეს შესახებ ჩანაწერი ახალ თქმაში 4 სახარებაში და დაინახონ ის რეალობა, რომელიც არის სახარებაში მოცემული. თუ ვინ არის სინამდვილეში იესო ქრისტე? მათთვის ღვთის სიტყვის გაცნობა არის მათი სულის ხსნის გასაღები. და კიდევ ვიმეორებ, რწმენის დაცვის გზა არის ბიბლიის ცოდნა და უბრალოდ მისი ქადაგება. და ღვთის სულს მერე შეუძლია ადამიანების გული მოიყვანოს მოძრაობაში, რომ ირწმუნონ ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი არგუმენტი აქვთ ამის შესახებ და დასაჯერებლად. და შეგიძლიათ მათ ეკამათოთ, აჩვენოთ მიზეზები, მაგრამ ისინი მაინც ვერ უპასუხებენ ამას. და უცებ მომენტალურად გადის დრო და უცებ ღვთისმსული აღვიძეს მათ გულებს და მყისიერად ისინი იჯერებენ ბიბლიას. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ღმერთმა დამანახა. უეცრად, მომენტალურად უცებ მათ ჯერათ ბიბლიას. მე მუდმივ ვიღებ ხოლმე მსგავს წერილებს Grace to You-ში, მადლი თქვენ და ჩვენს რადიო გადაცემებში და ახლა წავიკითხე ერთი. ერთმა კაცმა ამბობს, რომ მე მწამდა ევოლუციის, მწამდა დარვინიზმის და უცებ ღმერთმა გააცოცხლა ჩემი გულიო და უეცრად მე ვიწამე, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და რომ დარვინიზმი ევოლუციის აფეთქების თეორია ეს არასწორი იყო. იმიტომ რომ ეს ბიბლიაში წერიაო. ეს გარკვეულწილად აღდგომა და გამოღვიძებაა. ამიტომ მე უბრალოდ ვამბობ ამას თქვენ წასახალისებლად. უბრალოდ განაგრძეთ წმენით ქადაგება და გახადეთ ქრისტე თქვენი ქადაგების ობიექტი. ამ ადამიანთა მსჯელობის ცელობა ძალიან რთულია, რადგან მათ არ აქვთ ის უნარი, რაც თქვენ გაქვთ. რადგან თქვენ არსებობთ ქრისტიანული მსოფლმხედველობით და ბიბლიური პარადიგმით და ფიქრობთ ისე, როგორც ეს ღმერთს სურს, რომ იფიქროთ. მაგრამ მათ ეს ჯერ არ აქვთ მიცემული. გასაგებია? დიახ, მადლობთ პასტორ ჯონ, გასაგებია.